როცა არჩევანს გართმევენ, ბოლოს ყველაფერს კარგავ. თავიდან თითქოს არაფერი იცვლება. დადიხარ სამსახურში, დადიხარ კინოში, დადიხარ რესტორანში. ქვეყანა ჩვეულებრივად ცხოვრობს. მაგრამ ერთ დღეს იგრძნობ, რომ რაღაც ძალიან ცუდად არის, რადგან ვერ აფიქსირებ საკუთარ აზრს, ვერ ცვლი ხელისუფლებას, ვერ იცავ საკუთარ უფლებებს, რადგან ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია. დღეს საქართველოში სწორედ აი ამ პროცესების წინარე პერიოდს ვადევნებთ თვალს. ქართული ოცნება ამბობს, რომ აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს და ათასობით ადამიანს შეუზღუდავს პოლიტიკურ საქმიანობას. ეს კი რა თქმა უნდა გაცხადებული დიქტატურა და დემოკრატიის სიკვდილია. და ვინც ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკოსების კინკლაობაა, ძალიან ცდება. დაახლოებით მსგავსი რამე მოხდა ვენესუელაშიც. ხელისუფლებამ დაიწყო შემდეგი ფრაზით: ოპოზიცია ღალატობს ქვეყანას და ის უნდა აიკრძალოს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ სრულად დაიმორჩილა სასამართლო, დევნიდა ჟურნალისტებს, აყალბებდა არჩევნებს და რა მივიღეთ? პოტენციურად უმდიდრესი ქვეყანა სიღარიბის მორევში გადაეშვა. გაიყინა ხელფასები, რეკორდულად გაუფასურდა ვალუტა და გაქრა ბიზნესები. აქედან გამომდინარე 7 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. დიახ, 7 მილიონი. რადგან იქ სადაც კვდება არჩევანი, კვდება მომავალიც. ფორმულა ძალიან მარტივია. პარტიების აკრძალვის პრეცედენტი გვართმევს საბოლოო თავისუფლებას. ქართველები ემიგრანტებად და მსოფლიოს გარშემო მოხეტიალე ხალხად არ უნდა ვიქცეთ. არ უნდა გავცვალოთ თავისუფალი ქვეყანა რუსული გავლენის ქვეშ მოქცეულ რეჟიმზე. და თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ უკვე ძალიან გვიანი იქნება. დემოკრატიის სიკვდილი უნდა გაჩერდეს, სანამ საქართველო ჯერ კიდევ ქვეყანაა და არა გადარჩენისთვის მებრძოლი ტერიტორია.